დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. საყლაპავის დივერტიკული წარმოადგენს საყლაპავის კედლის პათოლოგიურ გამობერვას, რომელიც შესაძლოა ჩამოყალიბდეს საყლაპავის ნებისმიერ ნაწილში. ეს გამობერვა შეიძლება იყოს მცირე, ასიმპტომური ან გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დისკომფორტი. მოდით, დეტალურად განვიხილოთ ეს დაავადება. მიზეზები. საყლაპავის დივერტიკულების განვითარების მიზეზები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და მოიცავს თანდაყოლილი სისუსტე, ზოგიერთ შემთხვევაში საყლაპავის კედლის თანდაყოლილი სისუსტე, ან განვითარების დეფექტები შეიძლება გახდეს დივერტიკულის ჩამოყალიბების მიზეზი. კუნთოვანი სისუსტე, საყლაპავის კუნთოვანი შრის სისუსტე, რომელიც ასაკთან ერთად ვითარდება, ან რაიმე სხვა პათოლოგიის ფონზე, ასევე ხელს უწყობს დივერტიკულის წარმოქმნას. მოძრაობის დარღვევები, დისფაგია, საყლაპავის მოძრაობის დარღვევები, როგორიცაა აქალაზია ან დიფუზური სპაზმი, იწვევს საყლაპავის შიდაწნევის მომატებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დივერტიკულის განვითარება. ანთებითი პროცესები, ქრონიკული ანთებითი პროცესები საყლაპავში, მაგალითად ეზოფაგიტი, ასევე ასუსტებს კედელს და ზრდის დივერტიკულის განვითარების რისკს. გადატანილი ოპერაციები, იშვიათ შემთხვევებში საყლაპავზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციები შეიძლება გახდეს დივერტიკულის განვითარების მიზეზი. გარეწნევა, მიმდებარე ორგანოებიდან ზეწოლა, მაგალითად ლიმფური კვანძების გადიდებისას ან სიმსივნის არსებობისას. შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, ზოგიერთი შემაერთებელი ქსოვილის დაავადება, როგორიცაა სკლეროდერმია, შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავის კუნთოვანი შრის სისუსტე და დივერტიკულის განვითარება. იატროგენული ფაქტორები, საყლაპავის ლორწოვანი გარსის დაზიანება, მაგალითად ენდოსკოპიური პროცედურების დროს. სიმპტომები. საყლაპავის დივერტიკულის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს მისი ზომისა და მდებარეობის მიხედვით. ხშირად, პაციენტებს შეიძლება არ ჰქონდეთ სიმპტომები ან აღენიშნებოდეთ მსუბუქი ჩივილები, ხოლო ზოგ შემთხვევაში სიმპტომები საკმაოდ გამოხატული და შემაწუხებელია. დისფაგია, ყლაპვის გაძნელება, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს როგორც მყარი, ასევე თხევადი საკვების გადაყლაპვის გაძნელება. დივერტიკულში საკვების დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის შეგრძნება. რეგურგიტაცია, უკან ამოქაფება, საკვები და სითხე შეიძლება ამოვიდეს დივერტიკულიდან, განსაკუთრებით დახვრის ან წოლის დროს. ამოქაფებული სითხე ხშირად არის უცვლელი საკვების ნაწილაკებით და შეიძლება ჰქონდეს უსიამოვნო სუნი. ქრონიკული ხველა, დივერტიკულიდან გამოსული სითხის სასუნთქგზებში მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ხველა, განსაკუთრებით ღამის საათებში. ხმის ჩახლეჩა, იშვიათ შემთხვევებში დივერტიკულმა შეიძლება ზეწოლა მოახდინოს ვოკალური ოგებზე და გამოიწვიოს ხმის ჩახლეჩა. სიმძიმის შეგრძნება ან დისკომფორტი ყელში ან მკერდში, დივერტიკულის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი ან ზეწოლის შეგრძნება ყელის ან მკერდის არეში. უსიამოვნო სუნი პირიდან, ჰალიტოზი, დივერტიკულში საკვების დაგროვებამ და გაფუჭებამ შეიძლება გამოიწვიოს ცუდი სუნი პირიდან. წონის კლება, თუ ყლაპვა ძალიან გაძნელებულია, შესაძლოა გამოიწვიოს წონის კლება. ასპირაციული პნევმონია, რეგურგიტირებული საკვების სასუნთქგზებში მოხვედრა იწვევს ასპირაციულ პნევმონიას, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში. ყელის ტკივილი, მცირე ზომის დივერტიკულები იშვიათად იწვევს ყელის ტკივილს. კომპრესიული სინდრომი, დიდი ზომის დივერტიკულებს შეუძლიათ ზეწოლა მოახდინონ ახლომდებარე ორგანოებზე, გამოიწვიონ კომპრესიული სინდრომი. დიაგნოსტიკა. დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები. ბარიუმის კონტრასტული რენტგენოგრაფია, ამ დროს პაციენტი სვამს ბარიუმის ხსნარს, რის შემდეგაც ხდება რენტგენის გადაღება. ბარიუმი ავსებს საყლაპავის კედლის გამობერილობას და კარგად ჩანს რენტგენის სურათზე, რაც აადვილებს დივერტიკულის იდენტიფიკაციას. ენდოსკოპია, ეს არის უფრო ინვაზიური მეთოდი, რომლის დროსაც თხელი, მოქნილი მილი ენდოსკოპის შეჰყავთ საყლაპავში. ენდოსკოპის საშუალებით შესაძლებელია დივერტიკულის ვიზუალურად დათვალიერება და ბიოპსიის აღება, თუ ეს საჭიროა. საყლაპავის მანომეტრია, ამ ტესტის საშუალებით შესაძლებელია საყლაპავის კუნთების მოძრაობის დარღვევების შეფასება, რაც ხელს უწყობს დივერტიკულის განვითარების მიზეზების გარკვევას. კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ეს მეთოდები გამოიყენება საყლაპავის დივერტიკულის მდებარეობისა და მისი ზომის უფრო დეტალურად შესაფასებლად, ასევე სხვა მიმდებარე ორგანოებთან ურთიერთობის შესასწავლად. მკურნალობის მეთოდები. მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია დივერტიკულის ტიპზე, ზომაზე, სიმპტომებზე და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.
მცირე ზომის და ასიმპტომური დივერტიკულები როგორც წესი არ საჭიროებს მკურნალობას, ხოლო სიმპტომური დივერტიკულების დროს გამოიყენება შემდეგი მიდგომები. მედიკამენტური მკურნალობა ძირითადად გამოიყენება სიმპტომების შესამსუბუქებლად და გართულებების თავიდან ასაცილებლად. ანტაციდები და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები გამოიყენება მჟავიანობის შესამცირებლად და გულწმარვის სიმპტომების შესამსუბუქებლად, რომელიც შეიძლება თან ახლდეს დივერტიკულს. ანტიბიოტიკები გამოიყენება ინფექციების დროს, მაგალითად ასპირაციული პნევმონიის შემთხვევაში. ანტისპაზმური მედიკამენტები გამოიყენება საკლაპავის სპაზმების შესამცირებლად და დისფაგიის შესამსუბუქებლად. ქირურგიული მკურნალობა ოპერაცია რეკომენდებულია დიდი ზომის სიმპტომური დივერტიკულების დროს. ქირურგიული მკურნალობა შეიძლება იყოს ღია ოპერაცია ან ნაკლებად ინვაზიური ენდოსკოპიური მეთოდი. დივერტიკულექტომია ქირურგიული გზით დივერტიკულის მოკვეთა. ეს მეთოდი გამოიყენება უფრო ხშირად და ეფექტურია. დივერტიკულოპექსია დივერტიკულის კედლის შეკერვა საკლაპავის კედელზე, რითაც მცირდება დივერტიკულის მოცულობა. ენდოსკოპიური მიოტომია მეთოდი, რომლის დროსაც ხდება საკლაპავის კუნთების ნაწილის გაკვეთა ენდოსკოპის საშუალებით, რაც ამცირებს წნევას და ხელს უწყობს დივერტიკულის დაცლას. ენდოსკოპიური დივერტიკულოტომია ეს არის მინიმალურად ინვაზიური მეთოდი, რომლის დროსაც ხდება დივერტიკულის კედლის ნაწილის გაჭრა ენდოსკოპის გამოყენებით, რაც აადვილებს მის დაცლას. საკვები რაციონი და ცხოვრების წესის შეცვლა. კვების წესების დაცვა რეკომენდებულია მცირე ულუფებით, ნელა ჭამა და კარგად დაღეჭვა, ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული ძალიან ცხელი ან ცივი საკვები და გაზიანი სასმელები. თავის ზემოთ აწეული პოზიცია, დაძინებისას თავი უნდა იყოს აწეული, რათა შემცირდეს რეგურგიტაცია ღამით. წონის კონტროლი ჭარბი წონა ზრდის საკლაპავის წნევას, ამიტომ რეკომენდებულია წონის კონტროლი. სამკურნალო მედიკამენტები საქართველოში ხელმისაწვდომი. ანტაციდები ალუმინის ჰიდროქსიდი, მაგნიუმის ჰიდროქსიდი, მაგალითად ალმაგელი, კალციუმის კარბონატი, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ომეპრაზოლი, მაგალითად ომეზი, ლოზეკი, პანტოპრაზოლი, მაგალითად პანტო, ნოლპაზა, ესომეპრაზოლი, მაგალითად ნექსიუმი, რაბეპრაზოლი, მაგალითად პარიეტი. ანტისპაზმური მედიკამენტები დროტავერინი, მაგალითად ნოშპა, პაპავერინი. რჩევები. სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს, ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაგეხმარებათ გართულებების თავიდან აცილებაში. მიიღეთ მედიკამენტები ექიმის დანიშნულების მიხედვით, დაიწყებთ მედიკამენტების მიღებას ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მიჰყევით ექიმის რეკომენდაციებს კვებასთან დაკავშირებით, სწორი კვება და ცხოვრების წესი ხელს შეუწყობს სიმპტომების შემსუბუქებას. რეგულარულად ეწვიეთ ექიმს, საჭიროა რეგულარული მონიტორინგი დივერტიკულის მიმდინარეობის შესაფასებლად. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.